შობის დღესასწაული საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ის ჯერ კიდევ მოციქულთა დროსაა დადგენილი. 2011 წელია, რაც მოწუნე ქრისტიანები შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. რაც შეეხება შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ხატებს, მათი გამოსახულებები ადრე ქრისტიანულ ხანაში მრავლად გვხვდება. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა ბურჭულაძემ რამდენიმე ხატი შეარჩია. ერთ-ერთი მათგანი ატენის სიონის კედლის მხატვრობაა, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ატენის შობა ესეთი ფართო მრავალფიგურიანი სცენაა, მასში შეერთებულია შობის თემის ორი ნაწილი. ერთი მოგთამოსვლა ძღვენით ახალშობილ მაცხოვართან ბეთლემში და მეორე მწყემსთა თაყვანისცემა. ატენის სიონში ეს ორივე ეპიზოდი გაერთიანებულია. სცენა კი მონუმენტურ სტილში შესრულებული წარმოგვიდგება. მის ცენტრში წარმოდგენილია გამოქვაბული, რომლის ფონზეც ჩვენ ხედავთ აღსაყდრებულ, როგორც საყდარზე ისე არის დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იგი კერთან მიტანილი მარჯვენა ხელით მოწყალებას გამოხატავს ჩვენს მიმართ და ამასთან ერთად იგი ანიშნებს მოგვებს, რომლებიც მასთან მარცხენა მხრიდან არიან მოსულნი ახალშობილ იესოზე. გარდა ამისა, აქ ნაჩვენებია ახალშობილი იესო, რომელიც ტრადიციულად თეთრ სახუებში გახვეული გამოისახება. ის არის ნათლისფერი, არა, იმიტომ რომ უფლისშობით ნათელი იშვა ამ ქვეყნად. სხვადასხვა მოხატულობებში ხან მოვარდისფრო ფერი აქვს ამ თეთრს, ხან მოცისფრო, ხან მომწვანო, ყველა ეს ფერები დაკავშირებულია დოგმატებთან განკაცების, ან ვთქვათ, მსხვერპლის თემასთან, ან მარადიულ სიცოცხლესთან, ან ზეციურ საიდუმლოსთან. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ასაკის სამმოგს. ხაში შესული წვეროსანი, ესეთი ჭაღარათმით, დაწვერით, მუქით მაწვერით შუახნისა და ახალგაზრდა უწვერული მოგვია. ეს რას ნიშნავს, რომ ისინი არიან ყველა ასაკის წარმომადგენლები, ანუ ყველასთვის განურჩევლად იშვა უფალი იესო ქრისტე. კომპოზიციის ზედა ნაწილში გამოქვაბულის თავზე გამოსახული არიან ანგელოზები, რომლებიც მწყემსებს ახარებენ. შობის კომპოზიციაში გამოისახება იოსებიც, რომელიც გამოქვაბულის ნაპირას ზის. ამასთან ერთად არის განბანვის სცენაც, სადაც იესოს განბანვა მხევალ ქალთა მიერ ხდება, რაც შემთხვევითი არ არის. თავის დროზე შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა აღმოსავლეთის ეკლესიაში და აი ის ერთობა, ანუ მაცხოვრის განკაცება, როგორც ხორცით, ისე სულით, ამ ხატში შობისა შემდგომში დარჩა იმ ეპიზოდის სახით, აი რომელიც ჩვენ გვიჩვენებს განბანებას უფლისას. გამოქვაბულის ძირში არის ნაჩვენები ესეთი თითქოს ტოტი ღერებით და ეს არ არის უბრალოდ დეკორატიული მოტივი, არ არის გაფორმება პეიზაჟისა, თუ კარგად დავაკვირდებით, მასში ამოიცნობა შეუწველი მაყვლის ბუჩქის ტოტები. განბანვის სცენა კარგად ჩანს სხვა ხატებშიც. რაც შეეხება მე-14 საუკუნის უბისის ტაძრის მოხატულობას, იქ გამორჩეულია ერთ-ერთი სცენა, რომელიც საკმაოდ დიდ სიმაღლეზეა. ამის გამო ღვთისმშობლის გარეგნობა და ფორმა კარგად არ ჩანს. სამაგიეროდ აშკარაა არაჩვეულებრივი სადღესასწაულო ფერადობნება. საერთოდ ეს ხატი ისე იხატება ხოლმე, რომ ფერები არის ძალიან ჟღერადი, რაღაც თითქოს საახალწლო განწყობილებას შეესაბამება და ეს უბისის შობაც თავისი ძალიან ისეთი ქანებით, კლდეებით, მოძრავი, დინამიკური გადაწყვეტით, ყველაფერი მოძრაობაშია თითქოს მოსული და ამას ფერადოვანი გამაც უწყობს ხელს, რაღაც საახალწლო განწყობილებას ქმნის მნახველში. სიონის მთაზე არის მე-12 საუკუნის ხატი, რომელზეც დაწვრილებითაა წარმოდგენილი თხრობითი კომპოზიცია. მასზე გადმოცემულია ამ ამბის ის დეტალები, რომელიც აპოკრიფული ლიტერატურიდანაა შევსებული. აქ არის ნაჩვენები, როგორც ის, რაც ჩვენ უკვე ვთქვათ ატენის სიონშია, გარდა ამისა ნაჩვენებია თვითონ
ეგვიპტეთულ ტოლვა წმინდა ოჯახისა, ნაჩვენებია ელისაბედი, რომელიც ახალშობილ ჩვილ იონე ნათლისმცემელს მალავს, იმიტომ რომ იწყება ჰეროდეს დევნა და ქვედა ნაწილში ნაჩვენებია უკვე ჟლეტა ჰეროდეს მიერ ახალშობილებისა. რაც შეეხება ურბნისში არსებულ უფლისშობის ხატს, აქ არის წარმოდგენილი ოქროს ფონი, წითელი სინგური, ლურჯი ლაზურიტი და მომწვანო, ზეთისხილისფერი მთები. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებულ მადლმოსილებასა და სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ხატი დაზიანებულია, ხედავთ თქვენ და ამიტომ შეიძლება რაღაცა დეტალების გარჩევა ჭირდეს, მაგრამ თუ ახლოდან დავაკვირდებით ხატს, ჩვენ ვხედავთ აი ამ სხივში, რომელიც ვარსკვლავიდან გადმოდის ახალშობილზე, ვხედავთ ჩაწერილს სული წმინდას, ანუ ის რომ განკაცება ხდება როგორც ხორციელი, ისე სულიერი, შემდგომ უკვე ნათლისღებაში გამოხატული, ამ ხატში სული წმინდის მტრედის გამოსახულებით გვაქვს. და კიდევ მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორია ღვთისმშობლის პოზა. ღვთისმშობელი თვითონ მუხსია დამდგარი წითელ საფენზე და ისაც თაყვანს სცემს ახალშობილს მოგვებთან ერთად. თითოეულ აქ წარმოდგენილ ხატში ნათლად ჩანს ოსტატთა, ხატმწერთა, თეოლოგთა დამოკიდებულება ამ თემისადმი. ყველა საკუთარი განცდით, რა თქმა უნდა კანონიკის დაცვით, მრავალფეროვან გამოსახულებებს გვაძლევს ამ სადღესასწაულო თემისა.